გამარჯობა, მოკლედ ბიბლუსი თოქსი გიბრუნდებათ, მე გიორგი კაიკელიძე ვარ და დღეს ვილაპარაკებთ წიგნებზე, ოღონდ სხვაგვარი თვალით. იმ თვალით, როგორც წესი, ხშირად ჩვენ ამ ბაზარს გამოვიყენებ უკვე ამ ტერმინსაც, რომ შეგაგუოთ მიმართულებას, ვერ ხედავთ ხოლმე და ბუნებრივია, რომ სრულად უსამართლოდაც, იმიტომ რომ რეალურად, როდესაც წიგნი იწერება, იბეჭდება და მკითხველამდე მიდის, მას უკვე სხვაგვარ მოცემულობაში ცურვა უხდება, ეს არის დაგეგმვა, ბრენდად ქცევა, მარკეტინგი და სხვა მაგვარი ამბები და ვილაპარაკებთ ვისთან თუ არა შოთა ჩინჩალაძესთან, სახელგანთქმულ ბრენდ სტრატეგთან. გამარჯობა, მოგესალმები. და სხვა შორის წარმოდგენილი გვაქვს ჩვენ სტუდიაში წიგნი, რომელიც მან დაწერა და რომელსაც მოწოდებითი სახელი ქვია. ცოტა ბრძანებითი. არა, მოწოდებითი. ჩამოყალიბდით, ასე ქვია. თხოვნა. სასვენიშანი არ მაგიტოქს და შესაბამისად ხო, ეს არის რა ქვია. გვიტოვებს საშუალებას იმისას, რომ რაღაცნაირად თქვა ჩვენ თვითონ დავსვათ ეს ნიშანი. წერტილი იქნება, კითხვის ნიშანი იქნება თუ ძახითი ნიშანი. ფანტაზიას ავითარებს, ხო? თქვენ ხო არ დაგხვდათ ხო ჭიქაში არაფერი და მე გითხარით, რომ ეს არის ლიტერატურული გადაცემა და ამიტომ ვტოვებთ სარიელი ჭიქას, თქვენ უნდა წარმოიდგინოთ შიგნით რაც იქნება. გინდა წყალს წარმოიდგენთ, გინდა ყავას წარმოიდგენთ, გინდა ღვინოს. ყველა მოყუდებაზე სხვა. მოკლედ გრძელი შესავალი გამოგვივიდა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თემა საინტერესო იქნება და გვაპატიებენ ამ გრძელ შესავალს. შოთა, ესე იგი, პირველ რიგში მინდა კითხო მოდი თქვენ სფეროდან დავიწყოთ და მე ნელ-ნელა გადავიდეთ ბუნებრივია. წიგნებზე, ცხადია ბრენდის სტრატეგია მოიცავს განმარტებასაც, რას გულისხმობს ეს ყველაფერი, მაგრამ ცოტა უფრო კონკრეტულად რო უთხრათ, თუნდაც ჩვენს რეალობაში რას გულისხმობს ეს სპეციალობა. კიდევ ერთხელ გამარჯობა. ბრენდის სტრატეგია გულისხმობს კომპანიების მხარეს ბრენდის სტრატეგია გულისხმობს იმაზე ჩამოყალიბებას და იმაში გამორკვევას, ვინ, რა არის კონკრეტული ბრენდი, რა ადგილი უნდა დაიკავოს მან მომხმარებლის გონებაში, გრძელ ვადაში. მომხმარებლის მხარეს, ანუ მომხმარებელი როგორც ხედავს ამას, არის თითოეული ბრენდი, რასაც წარმოადგენს, ის წესით და რიგით სტრატეგიაში არის ხოლმე გაწერილი. რასაც წარმოადგენს, გულისხმობ ერთი მხრივ, რასაც აკეთებს ფუნქციურად და რაციონალურად, რომ რასაც ყიდის, როგორც ყიდის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მეორე რა ვერბალური ნიშნებით გვაწვდის ამ ყველაფერს. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს ბრენდები ჩვენ თავში რაღაც კომუნიკაციის შედეგად თავსდება და მაგას აკეთებს ბრენდის სტრატეგია, რომ რა უნდა იყოს კომუნიკაცია, რა არის სიტყვები, რომლებიც უნდა დაუკავშირდეს, სიტყვები, ცნებები და ფრაზები, რომლებიც უნდა დაუკავშირდეს კონკრეტულ ბრენდს. ეს შეიძლება მოხდეს პოსტფაქტუმაც. ანუ მე ბრენდი მქონდეს, კონკრეტულ პროდუქციას ვაწარმოებდე, მაგრამ თქვათ ამ ტიპის სტრატეგია ჯერ არ მქონდეს შემუშავებული, ხო? მაგალითად, რა ვიცი, წარმოიდგინოთ, რომ ამ ჭიქაში რაღაც ტიპის სასმელი ასხია, ხო? თეორიულად შეიძლება მოხდეს პოსტფაქტუმაც, მაგრამ წინასწარი გეგმა. წესით და რიგით წინასწარი გეგმა, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ტერმინოლოგია რომ მე შეიძლება ბრენდი მქონდეს, ბრენდი ყველაფერს აქვს, იმიტომ რომ სინამდვილეში ბრენდი არის ადამიანების დამოკიდებულებები პროდუქტის, კომპანიების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მიმართ. მაგრამ ჩემი მიზანი როგორც პროდუქტის წარმოებლის და შემდეგ როგორც ორგანიზაციის და ასე შემდეგ არის, რომ ეს ბრენდი იყოს რაც შეიძლება ერთგვაროვანი რაც შეიძლება მეტი ადამიანების გონებაში. ამას ესე ნოა ჰარარი ეძახის ინტერსუბიექტურ რეალობას. და საინტერესო ცნება არის, რომ ბრენდინგთან დაკავშირებით არ ვთქვამს ეგ, მაგრამ რაღაც მე დავაკავშირე და ძალიან საინტერესოა რა, იმიტომ ის ცნობილი ავტორი ქართულად არის ნათარგმნია საპიენსი, კი, სხვა ტექსტები. შემდეგ ხო. ხო, ძალიან საინტერესო რამეს ამბობს, რომ არსებობს ობიექტური რეალობები, არსებობს სუბიექტური რეალობები, ანუ ობიექტურია რეალობა, რომელიც მართლა არსებობს, სუბიექტურია რეალობა, რომელიც ადამიანების წარმოდგენაში არსებობს, კონკრეტული ადამიანის, ინტერსუბიექტურია რეალობა, რომლის გარშემოც რაც შეიძლება ბევრი ადამიანი თან ხვდება, რომელიც არსებობს ქსელში ადამიანების გონებისა. მაგალითად, ფული რაღაც კონკრეტული რაოდენობა უნდა ღირდეს, კონსტიტუციები, რელიგიები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ბრენდიც ეგ არის. ანუ მე შეიძლება ვაწარმოებდე პროდუქტს და ეს პროდუქტი იწვევდეს სხვადასხვანაირ წარმოდგენებს სხვადასხვა ადამიანების გონებაში, მაგრამ ბრენდის სტრატეგიის მუღამი და მიზანი არის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ერთი და იგივე წარმოდგენა ჰქონდეს ჩემს პროდუქტებზე, კომპანიებზე. გასაგებია. და როგორც წესი თქვენი კლიენტები უშუალოდ, ხო? არიან ადამიანები, რომლებიც იწყებენ.
ან აი თქვენი თქმის არ იყოს ვინ ქართული რეალობიდან გამომდინარე და ისტორიიდან რაღაცა დაიწყო და კარგად არ იცის რა დაიწყო? კარგად არ იცის რა დაიწყო, ინერციით მოვიდა რაღაცამდე, კონკურენციის არარსებობის პირობებში რაღაც წარმატებას შეიძლება ძალიან დიდსაც მიაღწია, მაგრამ ბაზარი შეიცვალა, კონკურენცია გაიზარდა, მათ შორის საერთაშორისო კონკურენცია გაიზარდა, ადამიანებმა უფრო მეტი იციან, მეტი აქვთ რანახი და ახლა მეტი კომუნიკაცია სჭირდებათ, გამორჩევ ბრენდის სტრატეგიას თავარი რისთვისაც აკეთებენ კომპანიები არის რითი გამოვირჩეს სხვებისგან. მესმის. სხვანაირი რითი ვიყო. და თუ სხვანაირობა არ მჭირდება, მაშინ არ მჭირდება ბრენდის სტრატეგია, მაგრამ როგორც გიჩნდება. რამდენად ჩამოყალიბდა ჩვენთან კულტურა, რომელიც თქვათ ბიზნესის სტარტში ამგვარ ხედვებს იგულისხმებს. ხო, ჩვენ ცოტა სხვა ინერცია გვაქვს, რომ ტიპმა შეიძლება ბიზნესი დაიწყოს და მე თვითონ ვარ მარკეტინგიც, ბრენდის სტრატეგოსიც, PR-ის, ყველაფერი მე ვარ და მოდი გავქაჩავ, ხო, თქვათ, შეიძლება ესე ფიქრობდეს, შეიძლება ფულის დაზოგვის მიზნითაც ერთი, მაგრამ მეორე შეიძლება არსებობს რაღაც უცნაური თვით დარწმუნებაც, ხო, რომ აი ყველაფერში კობის განცდა, რასაც ხშირად ამბობენ. ჩვენთან იცვლება ეს რეალობა. იცვლება და საკმაოდ კარგი ტემპებით იცვლებოდა, მანამ სანამ ქვეყანა აირეოდა კიდევ უფრო მეტად. ანუ ძალიან არის დამოკიდებული, იმიტომ რომ სტაბილურობის ბრენდის სტრატეგიას აკეთებ იმისთვის, რომ რაღაც გრძელ ვადაზე იფიქრო. რა ბრენდის სტრატეგია მარკეტინგის სტრატეგიისგან განსხვავებით მოკლე არ არის, ერთწლიანი არ არის და სამთვიანი და ექვსთვიანი არ არის. ბრენდის სტრატეგია რო კეთდება, ის კეთდება სამუდამოდ. უხეშად რო თქვა რაღაც ბრენდისთვის. გრძელვადიან პერსპექტივაში. ნუ სამუდამოდ ყოველ შემთხვევაში უნდა გინდოდეს, რომ სამუდამო იყოს რა. ხო და არასტაბილურობის შეგრძნება ეგ ხელს უშლის, მაგრამ რა თქმა უნდა რომ უკეთესობისკენ იცვლება, იმიტომ რომ კიდევ ამბობ, ბუნებრივად ხდება ეგ. ახალი ტიპის ბიზნესები შემოდის, ახალი ტიპის ბიზნესმენები შემოდიან, ახალი ტიპის კონკურენციები ჩნდება ბაზარზე, რაც აქამდე არ იყო ჩვენთვის ეს დამახასიათებელი თვისება, რაღაც 1 და 2 კომპანია იყო ხოლმე როგორც წესი. როგორც დიდ ინდუსტრიაში დღემდეა პრინციპში, მაგრამ აი პატარებში განსაკუთრებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ადამიანები ის როგორ არის თვითონ უჩნდებათ რაღაც სურვილი, რომ რაღაც სხვანაირად უნდა გააკეთონ და მაგის პასუხები მალება ბრენდის სტრატეგიაში რა და შეიძლება გაცნობიერებულად იმას არ ითხოვს, რაცაც ბრენდის სტრატეგია უკეთებს. რაღაც არის დანიშნულებაზე არ ფიქრობს რომ ეგ ჭირდება მაინც და მაინც, მაგრამ აი რა დანაკლისიც აქვს თუნდაც კომუნიკაციისთვის ეგ პასუხებების სტრატეგიაში იმალება და ამიტომ იმატებს და იმატებს მაგის გასაგებია. თქვენ მაგალითად როდესაც ადამიანები მოგმართავენ ამას კითხვისთვის არ სვა მართლა გულწრფელად მაინტერესებს და ამბობენ რომ თქვათ რაღაც ტიპის სტარტი აქვთ. მე მესმის რომ თქვენ საკუთარი სამუშაო გაქვთ და ეს ანაზღაურებას გულისხმობს. მაგრამ არის მოცემულობები, რომელთაც ვერ ხედავთ, ფიქრობთ რომ ამას განვითარება ვერ ექნება ბრენდული აზრით და უარს ეუბნებით, ან პირდაპირ ეუბნებით რომ თქვენ რაღაც უნდა შეცვალოთ თვისობრივად, იმიტომ რომ აქ ამ ქვეყანაში ეს ბრენდად ვერ დამკვიდრდება. თუ ყველაფერს აქვს ბრენდად ქცევის შანსი, სწორი ვთქვათ სტრატეგიის შემთხვევაში. ორივე შეკითხვაზე ორივე პასუხი არსებობს რა. კი, ხშირია შემთხვევები. ნუ ხშირი არის შემთხვევები, როცა რომ არა მე მგონი ეს არა ესე უნდა გააკეთოთ, მაგრამ მეორე პასუხსაც, მეორე შეკითხვასაც აქვს დადების პასუხი, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერს შეიძლება ჰქონდეს პოტენციალი ბრენდად ქცევის, თავარი არის კონტექსტიდან არ იყოს ამოვარდნილი. და ის რაღაც მოთხოვნები, რაც თუ მოთხოვნებები რაც აქვს პროდუქტებს და რაც აქვს მოთხოვნები მომხმარებელს ამ პროდუქტების მიმართ, ის რაღაც დონეზე მაინც დაკმაყოფილებული იყოს. სუბიექტურობა ხშირად ყუპავს ხოლმე ესეთ საქმეში, იმიტომ რომ რაღაც საქმეს რო იწყებს აი ადამიანი ადრეც თქვი რა რაღაც დახარჯავს ენერგიას, დახარჯავს რესურსებს, რთულია ახლა ამ ადამიანს. უთხრა რომ არა, ეგ საქმე არ გამოვა და ეგრე არ გაკეთდება, ამიტომ არსებობს რაღაცა რაც შენ მაინც უნდა გააკეთო, იმიტომ რომ გაკეთებადი არის, მაგრამ მაგას აქვს თავის საზღვრები რა, მოკლედ უფრო სწორი პასუხი ალბათ იქნება არა ის რომ უარს ვეუბნები, არამედ შემ შემთხვევაში არის რომ ვეუბნები რომ ეს არა და ეს უფრო გამოგადგება. და ეგ ძალიან ხშირად გულისხმობს ხოლმე აი მაგას ინგლისურად downplaying არ ებას რა ქვია, შემცირებას ჩემი საქმისას, მათ შორის მე ანაზღაურების და ასე შემდეგ. მაგრამ მირჩევნია ხოლმე რომ რაც ჭირდება იმ კონკრეტულ მომენტში, იმ კონკრეტულ ადამიანს და რაც გამოადგება და მართლა თვითონ მიხვდება რომ ადგება, ის გაუკეთო ვიდრე რაღაც მეც ძალიან ბევრი დრო დავხარჯო იმანას და მე აღმოაჩინოს რომ ვერაფერში ისე ვერ იყენებს. ეგ შემთხვევები უფრო ხშირია. ვეუბნებით თუ არა რაღაცები უნდა შეცვალოთ მუდმივად. კი ბატონო. მაინტერესებს აი თქვენ უშუალოდ ხო, თქვენ ამ სფეროში ცნობილი ადამიანი ხართ.
როგორ აირჩიეთ ეს, როგორ ირჩევს საერთოდ ადამიანი დღეს, რო თქვათ, ბრენდის სტრატეგი გახდეს? რა არის მისი ძირეული პროფესია? ხო, ჩემი ძირეული პროფესია იყო მარკეტინგი და მე ახლა როგორც ჩაკუჩის მქონე ადამიანი ვიტყოდი ისე მაგას, რომ მარკეტინგი უნდა იყოს ძირეული პროფესია ბრენდის სტრატეგიის კეთებისას. ახლა მსოფლიოში არის ასეთი მიმდინარეობა, რომ დიზაინერებიც ხდებიან ბრენდის სტრატეგები და დიზაინერებიც კი არა, ბევრი დიზაინერი ხდება ბრენდის სტრატეგი. პრინციპში იმის გამო, რომ ბრენდის სტრატეგია მოითხოვს აი დიზაინაზროვნება ქვია მაგას მაგ პრინციპებს არა მხოლოდ დიზაინი როგორც ვიზუალიზაცია, არამედ დიზაინი როგორც არაფრიდან რაღაცის შექმნა. და ვინაიდან და რადგანაც კარგ დიზაინერს მაგის უნარი ვიზუალურ შემთხვევაში უნდა გქონდეს, სტრატეგიაშიც გამოადგებათ ხოლმე. ჩემ შემთხვევაში მარკეტინგი იყო, თუმცა დიზაინის მე რაღაც დიზაინს ვისწავლე. როგორ აღმოაჩინა და როგორ მოვედი, რაღაც ბიზნესზე ჩავაბარე, იქ მარკეტინგზე დავავიწროვე ჩემი სწავლა და მე რაც მარკეტინგში ვიმუშავე რამდენიმე წელი და მე მოვხვდი ჯიპაში, სადაც დიზაინზე ჩავაბარე, მაგრამ იქ ალექს ჩიქოვანი მასწავლიდა ბრენდის სტრატეგიას და მივხვდი ხო რაღაც მომეწონა, გამომივიდა და მე მაქეთ გადავედი და გადავინაცვლე. საბოლოო ჯამში ხო რაღაცა მე მგონი ნიშნებს უნდა მიყვა ეგეთ დროს რა. მესმის. ასევე ძალიან ესეთი გულწრფელი კითხვა მინდა დაგისვათ. ახლა როცა ლაპარაკობთ, დამიბადა ეს კითხვა. რა თქმა უნდა, თქვათ, მე მეტნაკლებად პასუხი ვიცი და ალბათ ეს პასუხი გამონაკლისებს იგულისხმებს, მაგრამ არიან ტიპები, რომლებიც სქემატურად, ანუ გარკვეული ცოდნის გარეშე, თქვათ, სქემატურად არ მიყვებიან, საკუთარი თავის, ბიზნესის, მოცემულობის განვითარებას, მაგრამ მაინც ქმნიან ბრენდებს. ანუ ნიჭიც ხომ არ არის სადღაც რაღაც ტიპის, რომელმაც თუ თანამედროვე სამყარო უკვე იმდენად თქვათ, პროფესიონალურია ამ თვალსაზრისით, რომ რაღაც ახმარების გარეშე უკვე თვითნაბად ნიჭს აღარ შეუძლია ბრენდად შექმნას რაღაც მოცემულობა. ნიჭი არის თუ არა ეგ არიან. ნიჭი არის თუ არა ეგ არ ვიცი, ეგ უფრო მეტად საღი აზრის და შეგრძნებების ნიჭია ეგ რა რაღაცებს უნდა გრძნობდე რა და არიან ეგეთი ადამიანები რა თქმა უნდა კი იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ბრენდად ქცევა მოითხოვს რას თანმიმდევრულობას და თუ ეს თანმიმდევრულობა რაღაცნაირად შინაგანად გაქვს არ უხვევ რაღაც შენს ღირებულებებს რაც იცი რა საკეთებ და ასე შემდეგ რა თქმა უნდა იმ საკითხში კარგად ერკვევი და ასე შემდეგ და პოზიციონირების ეგ გამოგდის ხო და აი ნახე მე უკვე ეგეთი ტერმინოლოგიას ვეღარ ვიყენებ ხო ხე პოზიციონირებს ეს ტიპის სწორად თუ არა არ ვიცი იმიტომ რომ მაგაზე არც უფიქრია მაგრამ არსებობენ რა ეგეთი ადამიანებიც და ეგეთი კომპანიებიც. ოღონდ პრობლემა არის ის, რომ როგორც წესი, როცა ეგეთ რაღაცას გაუაზრებლად ვიწყებთ, ანუ საღაზრე დაყრდნობით ვიწყებთ და აი თანამედროვე სამყაროზე რადგან იყო შეკითხვა, დრო გაცილებით მეტი სჭირდება ხოლმე ამის კეთებას. ეს სხვა ყველაფერს თავი დავანებოთ, რაც რესურსებს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მაგ დროს ასაკეთებ, უხეშად რო ვთქვათ, რაც მიედ მოედები ნუ სიტყვის ხანდახან კარგი გაგებითაც რომ ბევრ რამეს ცდილობ, ბევრ რამეს აკეთებ და თითქოს ეს წრეტ მერე საბოლოო ჯამში იმას შენ ვინ ხარ და შენი კომპანია ვინ არის. ჩამოყალიბების პრინციპი ეგ არის რა, რომ საბოლოო ჯამში იმისთვის რომ წარმატებული იყო ბრძოლა უნდა მოიგო და დაწყებამდე ამ ბრძოლის რა. და ვინაიდან და რადგან ეს თანამედროვე სამყარო თუ რამენაირია, ეხლა არის აჩქარებული. და ამ აჩქარებულ სამყაროში ესე აჩქარებული ფრაგმენტული. ფრაგმენტულიც შესაბამისად, იმიტომ რომ ძალიან აჩქარებული რა და აი ამ სიჩქარეში და ამ ყველაფერს რომ უნდა გავუსწოროთ მაგ ამბავში უკვე აი მხოლოდ საღი აზრი საკმარისი აღარ არის ხოლმე სამწუხაროდ. კი ბატონო, მადლობა. პასუხისთვის რაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ? უნდა ჩამოყალიბდეთ ვინ ვართ, რას ვაკეთებ და რატო ვაკეთებ მაგას საერთოდ. ამაზეა ეს წიგნი? ამაზეა ეს წიგნი კი დიდ წიგნი. ცოტა უფრო ფართოდ რო გითხრათ თქვენი წიგნის შესახებ, რომელიც დასტამბა გამომცემლობა ლურჯმა ოკეანემ. ლურჯმა ოკეანემ გააკეთა კი ამ მიმართულებას ავითარებს პანტრელის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ეგ მხარდაჭერა. ჩამოყალიბდით არის წიგნი დამწყები მეწარმეებისთვის, ამ ბიზნესის უკვე არსებული ბიზნესის მფლობელებისთვის. საბოლოო ჯამში იმ ერთადერთი მიზნით რომ ამ ადამიანებს თავიდანვე დასაწყისშივე რაღაც მარცვლის, სტრატეგიული მარცვლის სწორ ნიადაგში მოთავსებაში დაეხმაროს. იმისთვის რომ თავიდანვე ვიცოდეთ კიდევ ერთხელ წეგა როგორც თქვით, რას ვაკეთებთ, რატო ვაკეთებთ, სფეროს და მიუხედავად. სფეროს და მიუხედავად აბსოლუტურად, იმიტომ რომ ჩამოყალიბება ყველას და ყველაფერში გვჭირდება. დიდ ბრენდად ქცევა თუ გინდა, მხოლოდ საღი აზრის მიყოლა დღევანდელ სამყაროში საკმარისი აღარ არის. და წესები, რომელსაც აი სტრუქტურა ვთქვით რა, სიამდვილეში ჩამოყალიბდით არის სტრუქტურა რაღაცაზე ფიქრის და რაღაცაზე აზროვნების. თორე ეს არ არის რომ რაღაც ესე უნდა იყოს და მორჩა. და ამ სტრუქტურირებისთვის არის სიამდვილეში და მაგაში დასახმარებლად ადამიანებისთვის. მაგრამ თუ მინდა რომ გრძელვადიან წარმატებას მივაღწიო, თავიდანვე უნდა ვიცოდე. მე თუ არ ვიცი რას ვაშენებ. ამდენ ადამიანს დავაჯერო რომ მაგას ვაჩენებ ძალიან რთული იქნება.
იმიტომ რომ როგორც მინიმუმ იმიტომ რომ იმდენი რამე მინდება გზაში რო ავაშენო რომ აი მე იწყება ეგ რომ ეხა ერთს ვაკეთებდი ეხა მეორე უნდა დავიწყო ეხა ამას ესე უთხარი და ეს გამოცდილება ცოდნა გამოცდილება დავარქვათ კი ბატონო მუშაობს კონვენციურ სფეროებშიც მაგალითად აი განათლების სისტემაში ოქმნი მაგალითად რაღაცა სკოლას ან თქვა ციგნის ბიზნესში ქმნი მაღაზიას აბსოლუტურად ყველაფერში მუშაობს და აბსოლუტურად ყველაფერი ერთი და იმავე წესს ეფუძნება. რა არის ეს წესები ნაწილი რომ მესმის რომ ციგნის სპოილერს ვერ გავაკეთებ და არც არის ეს მომგებიანი, მაგრამ ნუ ხო ზოგადი აზრით მაინც რო გითხრათ რაღაცა ძირითადი მახასიათებლები, რასაც აი მაგალითად თქვათ ციგნის გამომცემელი უნდა ითვალისწინებდეს დღევანდელ დროში. თქვენი აზრით ხო, აი ბრატ ცოტა შორიდან რომ დავიწყოთ და ჩამოყალიბების პრინციპიც მაგას აფასებია, რომ პირველი რაც არის და რაზეც ამ წიგნშიც არის საუბარი, არის ჩამოყალიბება საკუთარ თავში, რის იკეთება გინდა ამ ცხოვრებაში, რა, იმიტომ რომ ბრენდის შენება და დიდი ბრენდის აშენება ძალიან ბევრ ენერგიას, ძალიან ბევრ თავდადებას მოითხოვს და ძალიან რთულია რომ აკეთო ეს საქმე ასე თავდადებულად და გადადო შენი ცხოვრება, იმ შემთხვევაში თუ ეს მართლა შენი არ არის და მართლა ის არ არის, რაც გინდა რომ აკეთო. იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რაც გვაქვს ხოლმე არის რომ ბიზნესს ვიწყებთ იმისთვის რომ ფული ვიშოვოთ. ეს იმას კი არა რომ ბიზნეს ფულისთვის არ უნდა დავიწყოთ, მაგრამ აი ამ იმისა ქვია ტვინით ბიზნესი დაწყება რომ უნდა ხრამე ფული ვიშოვოთ, აბა რა გავაკეთო, როგორც ეს დიდ ბრენდებში ვერ გარდაიქმნება ხო. პირველი ეგ ნაწილი არის. მეორე მე რო გავერკვევი რას ვაკეთებ და რა ეს უნდა ვაკეთო თუ არა, ეხა ხალხს უნდა გავარკვიო რა და ეს ხალხი მათ შორის არიან ჩემ გარშემო ყოფილი ადამიანები. ეს არის გარკვევა იმისთვის რატო ვაკეთებ აი რისი შეცვლა მინდა სამყაროში. ამ ცხოვრებაში ჩემი აზრით და არა მხოლოდ ჩემით საბედნიეროდ, მაგრამ ჩემი აზრითაც ადამიანი იქნება, პროდუქტი იქნება თუ ასე შემდეგ, ერთი წამით მაინც, ერთი მილი წამით მაინც, ერთი ადამიანის ცხოვრებას თუ არ ცვლის, მის არსებობას დიდად აზრი არ აქვს. ბევრი ვართ ისე რაც ცვლის უკეთესობისკენ. ჩემი აზრით უკეთესობისკენ და უნდადეს როგორც ვიჟო პირიქითაც შეცვალოს. კი, მაგრამ ნუ ხო ეს უკვე მისი არჩევანია. ამიტომ ეგ ცვლილება რა არის, რასაც ჩემი პროდუქტით თუ ჩემი ორგანიზაციით თუ ჩემი არსებობით მომაქვს მაგაზე უნდა მქონდეს პასუხი. იმიტომ რომ ხალხს საბოლოო ჯამში მაგის გარშემო შემოვიკრებ მე, რომ ვიტყვი რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ. ოღონდ კიდე ერთხელ ეს არ არის რაც ბელეტრისტიკა რო აიხა მე რაღაცა. არაფერი უბრალოდ აი რა არის კონკრეტული ერთი პატარა ცვლილება, რომელიც მოგაქვს ამ საზოგადოებაში. ხალხს წიგნები შევაყვარო, მაგისთვის ვარსებობ მოსულა, მოდი გავაკეთოთ. მე ძალიან მნიშვნელოვანი არის ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც ამას ვაკეთებ და რაც ყველაზე მთავარია და რაც გვავიწყდება ხოლმე. ერთი არის ვინ არიან, ვინც ამას მოიხმარება. მეორე არის ვინ ხდება ეს ადამიანი, როცა განათლებაზე ვაპარაკობ და წიგნებზე ხომ მან განსაკუთრებულად კარგად ჩანს ეგ რასაც გულისხმობ. მნიშვნელოვანი ბრენდის შენებაში ერთი მხრივ მარკეტინგისთვის უფრო მეტად არის ეხლა ვინ არის ის ადამიანი, ვინც შემოდის ჩემს წიგნის მაღაზიაში. მაგრამ ბრენდის შენებისთვის უფრო მნიშვნელოვანი არის ვინ არის ის ადამიანი, როცა ჩემი მაღაზიიდან გადის. წიგნები რომ მიჭირავს, ხელში რომ გამოვდივარ, ვინ ვხდები ჩემ აღქმაში და სხვების აღქმაში, ეგ არის მნიშვნელოვანი. მაგაზე უნდა იცოდეს ბრენდმა პასუხი. ვინად გცევაში ვეხმარები ადამიანებს. ძალიან საინტერესო. მე არის მნიშვნელოვანი რითი ხარ განსაკუთრებული, იმიტომ რომ შენ რაც გინდა რომ აკეთო, რასაც ისთვისაც აკეთებ ამას და ვისთვისაც აკეთებ, ეს შეიძლება მეტად ვიღაცებს გავდეს, მაგრამ შენ რითი ხარ განსაკუთრებული, რატომ მაინც და მაინც შენ? რატომ მაინც და მაინც შენი ბიზნესი და ასე. მაგაზე პასუხის თუ არ მაქვს, მე უკვე იწყება ოდნავ უფრო ტექნიკური საკითხები, რაც სახელი აქვია ამ ყველაფერს. რა შეხების წერტილებით ვაცოცხლებ ამას და საცოცხლება ჩემი ბრენდი და ასე შემდეგ. ეგ არის პრინციპში აი მაგის სტრუქტურირება ეს წიგნი. აი თქვენი გამოცდილება, რაც ამ წიგნში ვთქვათ, რაღაცნაირად წარმოაჩინეთ, როგორც ცოდნა, ხო? რაღაც მანამდელ გამოცდილებებსაც ეფუძნებოდა ალბათ, ხო? რა შეიძლება ასე ითქვას, ბაზა არსებობს ჩვენთან თეორიული ამ საკითხის ცოდნის. მე მინდა რომ უბრალოდ მე მინდა რომ ჩვენს მაყურებელს ვურჩიოთ ამ სფეროს მნიშვნელოვანი თქვენი წიგნის გარდა სხვა მნიშვნელოვანი წიგნები, რომელიც შეიძლება მათ წაიკითხონ. არ მინდა ხა შეგზღუდოთ და გითხრათ რომ 2 მითხარით 3 5. აი რამდენსაც გაიხსენებთ, მითხარით იმდენი, რომელსაც თქვენ ქართულ ენაზე გამოსულს, თქვათ, გამოსული გახსენდებათ და ურჩევდით. ან თუ გინდა იყოს არაქართულიც, თუ მაინდა-მაინც ესეთი აუცილებელი. ეს იდეაში ჩანაფიქრი ამ წიგნის ჩამოყალიბდით ის გახდა, იყო ეგეთი რაღაცაც რა მათ შორის, რომ აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ ადამიანებს ვინც ამას უნდა აკეთებდეს და ვისაც ეს ეხება, ვისაც ჩამოყალიბების პრინციპები უნდა აინტერესებდეს და გამოადგება, არ აქვთ ხოლმე დრო იმისთვის, რომ ყველაფერი წაიკითხონ. და მე ჩამოყალიბდით ამის შედეგად გადაიქცა რაღაც წიგნად, სადაც
ბევრი სხვადასხვა ავტორის, ბევრი სხვადასხვა იდეები ერთ რაღაც ჯაჭვად არის აწყობილი რა და მაგ მხრივაც მე მიყვარს ჩემი წიგნი, მაგრამ ხვები ხოლმე მაგას და ეს არა ქვია, ხო მაგ მხრივაც საინტერესო არის. ლურჯმა ოკეანემ რაც გააკეთა ლურჯი ოკეანის გამოცემობა, მე იყო რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის გახადა ხელმისაწვდომი, ისაც უცხოეთში იყო და ეხა აქ ჰეგარტის წიგნი დევს თქვენთან, ეს ძალიან საინტერესო წიგნია, ძალიან აუცილებელი, მაგრამ მე მაინც ალბათ ყველაზე მეტად თუ რამეს გამოვყოფდი, აი პირველი რაც მომდის ხოლმე გედროს თავში, ალქიმია არის, რორი საზელენდის, რომელიც ასევე ქართულად თარგმნილია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია ამ სფეროსთვის და ზოგადად ადამიანებისთვის მე თუ მკითხავ რა, იმიტომ რომ მან არის ლაპარაკი რაციონალის მიღმა რატო იქცევა ადამიანი რაღაცნაირად. იფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელად, თუმცა თარგმანი რაღაც უსწრაფიდან ელიფიქრი უბრალოდ იქნება ალბათ, მაგრამ ეგეც ძალიან საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია ადამიანის ფსიქოლოგიაზე, ადამიანის ქცევაზე, გონების მიდრეკილებებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბრენდის უბსკრული, რომლის თარგმნაშიც ჩვენც მე და ალექსმა მივიღეთ მონაწილეობა, ეს არის მარტინ ნიუმაიერი, ეგეთი ბრენდინგის თანამედროვე რაც გურუ ბრენდინგის სტივ ჯობსს ეძახი ხოლმე და მისი წიგნია ძალიან ცნობილი, ძალიან ეპოქალური და ეგეც თარგმნილია და ქართულად ხელმისაწვდომი. ლურჯი ოკეანის სტრატეგია თავის მხრივ, რომელიც ძალიან საინტერესო წიგნია. იისფერი ძროხა, რომელიც ძალიან აუცილებელი და საჭირო წიგნია, რომელიც რედაქტირების ადრე თორემ კონსულტანტობის პრივილეგიაც მე როგორ ლაპარაკობთ ახლა წიგნებზე, რომელიც შეიძლება მოერგოს ყველა ტიპის, თქვათ, სფეროს ბიზნესის დამწყებს? ბრენდინგიც და ბრენდინგიც, მარკეტინგიც და ასე შემდეგ ყველაფერი საბოლოო ჯამში არის ადამიანებზე. და ადამიანი ყველგან და ყველაფერში არის საყოველთაო და უნივერსალური მოდელები. რა თქმა უნდა, ცხადია. ახლა პრინციპი იმისა, რომ აი მაგალითად იისფერი ძროხა ვასწრებთ, პრინციპი იმისა, რომ თუ დღევანდელ სამყაროში გინდა რომ წარმატებული იყოს შენი პროდუქტი, უნდა იმსახურებდეს ჭორაობას. მაგ პრინციპის მორგებაა მე შენი საქმე. ყველაფერი წიგნში რა თქმა უნდა არის. ჭორობას რომელმაც შექმნა სოციუმი. სოციუმს უნდა ქმნიდეს, რომ მე და შენ ვიცით მარტო ამის შესაძლებლობა და ჭორობამ შექმნა. ხო, მაგაზე. კი. არა, კაია, კი, საერთოდ. ზანესტი ცნობილი დაგვირობა. თქვენს მიერ ნახსენები ადამიანიც არის წიგნის ავტორი, ალექს ჩიქოვანი. ალექსი წიგნის ავტორი არის? არა. დაწვის ჯერა დაუწერე. თქოს მახსენდება რომ მქონდა დაწერილი ეს ტიპის წიგნი. აი ალექსი მე და ალექსიმ გავაკეთეთ ერთად, ნუ ეს ისევ კონსულტანტობის დონეზე, ეს ბრენდ გეფი. შეიძლება სხვა ალექსზე ვლაპარაკობთ. ალექს ჩიქოვანი ბრენდის სტრატეგი, ჩემი მეგობარი, ხო, შეიძლება სხვა ალექსზე, იმიტომ რომ ერთი ადამიანის წიგნი მახსოვს. მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, უბრალოდ მინდოდა რამე კითხა, რომ აი თქვენ ქართველი ავტორი ხართ. სხვა ქართველი ავტორები თუ ეჭიდებიან ამ საქმეს, ამგვარ თქვათ მიმართებას ლიტერატურასთან, რომ თქვათ შექმნათ წიგნი, რომელიც სპეციფიკურ თემაზეა, ხო, ბრენდინგზეა, მარკეტინგზეა, მენეჯმენტზეა, ადამიანურ გამოცდილებებზეა, სხვა შორის ძალიან ცოტა ბიზნესმენი წერს წიგნს თავის გამოცდილებაზე, კი არა, მე არც მახსენდება, რომ რაღაცას დაეწერა. საზღვარგარეთ ეს ძალიან ხშირი პრაქტიკაა, გოსტ ავტორებით შეიძლება, მაგრამ ნუ წერენ აქტიურად. და ფასდაუდებელია ხოლმე მე მაგისტრული განვითარებაში რა, იმიტომ რომ ხო პრაქტიკულად. ჩამოყალიბდით არის პირველი ქართული წიგნი ბრენდინგზე, პირველი ქართული წიგნი მარკეტინგზე. მგონი არის ხო მე მგონი რომ არსებობს რაღაც სხვადასხვა ავტორების მიერ სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები, მაგრამ ამ სფეროში არ არის. უფრო სქემატურები ალბათ და არა ესეთი უფრო სახელმძღვანელოები. ხო, აი უფრო სახელმძღვანელოებია. ამას რაც აქვს ჩამოყალიბდის, რაც რისი მიღწევაც მინდოდა და მგონია რომ მივახციე, არის რაღაც ორნაწილიანი წიგნი, თითქოს ორი ნაწილისგან შედგება, თითოეული თავი რა. მე ჯერ არ მაქვს საკითხული და ვაპირებ რომ გააცნო. ვახ, პატივი იქნება. ერთი ნაწილი არის ახსნა იმისა, რატო უნდა იფიქრო რაღაც კონკრეტულ ნაწილზე სტრატეგიის და მეორე როგორ უნდა იფიქრო და ეს კომბინაცია როგორც წესი რაღაც არ ხდება ხოლმე, მაგრამ ვიცი რომ რამდენიმე ადამიანი ახლა აპირებს გამოცემას, არ ვიტყვი იქნება არ უნდათ რა თქვა. და მე უბრალოდ სფეროს მდგომარეობა მაინტერესებს და სფეროში არ არის, ანუ პირველი ქართული წიგნი რაც ერთი მხრივ ძალიან მეამაყება, მაგრამ მეორე მხრივ გაცილებით კარგი იქნება თუ ბევრი ადამიანი გამოცდილებას აწევს და იმიტომ რომ უცხოური აი რაც თქვით რა რაღაც ყველა პროდუქტს ეხება თუ არა და ასე შემდეგ ის ცოდნები რაც უცხოელ ავტორებს აქვთ კი ყველას ეხება მაგრამ კონტექსტი რა თქმა უნდა რომ ქართული ოდნავ სხვანაირია და მიუხედავად იმისა რომ მე მაგრად მჯერა რომ ამერიკაში დაიწერა არ ვიცი უგანდაში თუ საქართველოში ის პრინციპები იგივეა
სპეციფიკური მახასიათებლების სპეციფიკური მახასიათებლები, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერი სპეციფიკურ წიგნში ვერ ჩაწერს სამწუხაროდ, მაგრამ აღსაქმელად მკითხველისთვის და ტვინისთვის ქართული ენა და ქართული მაგალითები, მათ შორის გაცილებით მარტივია, რა უკვე ადგილობრივ პროგრამირებადია და მაგიტოა ეს მე კითხა შოთა რომ აი თქვენ იცნობთ ცხადია ქართულ ბიზნესს და მეტნაკლებად იმ ისტორიას რომელიც ამ ბიზნესს აქვს პერსონებსაც რა თქმა უნდა დასახელებას არ ვთხოვ არც ერთ შემთხვევაში შეგიძლია დაასახელოთ კიდეც მაგრამ ეს მიზანი არ აქვს ამ კითხვას აი რამდენად საინტერესო არის თქვენთვის ეს ისტორიები რომელიც ქართულ ბიზნესებს აქვთ შეიძლება ცეხავიკობის ბრწყალებში რა თქმა უნდა ცეხავიკობის პერიოდიდან მოყოლებული და მე ბუნებრივია 90-იან წლებში და რამდენად საინტერესო იქნება თქვენი აზრით თქვათ ეს საქმეები кейსებად წოდებულები ეს ისტორიები მსოფლიო მკითხველისთვისაც ხო აი როგორ თქვათ შემოდის ჩვენთან მაგალითად კოკა-კოლა მე ვიცი რა უცნაურად შემოდის ხელით დაწერილი წერილის მერე გამოეხმაურნენ ხო და კიდე სხვა ბრენდები რომელთა სხვაგვარი ისტორიები აქვს, არა მხოლოდ საერთაშორისოები, ქართულებიც, ხო? აი აქ როგორ გვაქვს თქვენ უკვე რეალურად ორი ტიპის სპეციალისტი ხართ, ხო? ერთი ადამიანი, რომელიც პრაქტიკოსი ხართ, მეორე რომელმაც ეს თქვათ, გადაიტანეთ ფურცელზე და ეს გამოცდილებაც იცით. ამიტომ გეკითხებით. იცი რა არის აი მაგ კუთხით მე ძალიან ბევრი მიფიქრია რა სპეციფიკა აქვს ქართულ ბიზნეს უცხოურ ბიზნესგან განსხვავებით და ძალიან ბევრი მიფიქრია ეგარ ნაწილი იმის დაიწერება მე როგორი ხო და ძალიან ბევრი მიფიქრია იმაზე გაგრძელება როგორი ექნება მაგ ყველაფერს იმიტომ რომ მაგრამ აი იმ კუთხით რომ ეს მსოფლიოსთვის რამდენად საინტერესოა არ მიფიქრია ეხლა მაგრამ ხო შემიძლია რომ ეხლა ვიფიქრო პრინციპში საინტერესოა როგორც თავგადასავლები ალბათ მაგრამ მე მგონია რომ ის წესები და ის წესრიგი რითიც ქართული ბიზნესის უმეტესობა აი ეს რაღაც გზა გამოიარა იმედი მაქვს რომ სოფლიოსთვის საინტერესო მალე აღარ უნდა იყოს იმიტომ მგონია რომ უფრო ცივილიზებული უნდა გახდეს სოფლიო ვიდრე ეს მაინდამაინც მისაბაძი ის ხო მაინდამაინც მისაბაძი და საუკეთესო ისტორიები რომ ბავშვებო ჰარვარდში ისწავლეთ როგორ უნდა გააკეთოთ საქმე მართლად მე მგონი არ არის მაგრამ როგორც თავგადასავლები როგორც ხანდახან შეუპოვრობის და ასე შემდეგ მაგალითები კი ბატონო და მე უფრო ბედნიერი ვიქნებოდი ეგ მაგალითები და ასე შემდეგ რომ იყოს ისეთები რომ საერთაშორისო განვითარებულ ბაზრებზეც როგორც მენეჯმენტის, მართვის, გნებავთ მარკეტინგის და ასე შემდეგ პრინციპები მაგალითებად გამოდგებოდეს. ალბათ ეგეთები არის, მაგრამ მასიურად აი ეხლა რაც ვლაპარაკობთ გონებაში რაც გვიჩდება და რაც გვებადება, მე მგონი რომ არ არის რა ბოლომდე და ამიტომ ადამიანური ისტორიები ახსენე და მინდა რომ მხატვრულ ლიტერატურაზეც კითხო. მხატვრული ლიტერატურა რამდენად თქვათ არის როგორც თქვათ ადამიანის გამოცდილების ჯამი, ხო? შინაგანი და ემპირიულიც. რამდენად შეიძლება იყოს კარგი, შეიძლება მთავარი არა, მაგრამ მნიშვნელოვანი საყრდენი ბრენდის სტრატეგიის შექმნის დროს. იმაში ამ წიგნის ერთ-ერთი თავი და წესით და რიგით ეს არის თავი იმაზე რა ქვია დანიშნულებასთან დაკავშირებით, აი ძალიან დანიშნულება ახსენეთ. შესავალი ამ თავს აქვს ესეთი სიტყვები. იმის და მიუხედავად ვინ ხარ და რას აკეთებ. თუ კი ნამდვილად ესწრაფვი რაღაცას აუცილებლად მიაღწევ კიდეც. რადგან ეს სურვილი სამყაროს სულშია ჩასახული და სწორედ ეს არის შენი დანიშნულება ამ ქვეყანაზე. მელქისედეკის სალემის მეფის სიტყვები ალქიმიკოსთან. კი მეტიც შთაგონებების უმეტესობა ბრენდის სტრატეგიასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ იმიტომ რომ ადამიანებს ეხება ეს საკითხი შთაგონებების უმეტესობა მხატვრული ლიტერატურიდან ჩნდება და მოდის. თქვენთვის რომელი წიგნები იყო შთაგონების წყარო? ჩემი წიგნები არის, ჩემი სხვა შორის აი ალქიმიკოსი. ჩამოთვალოთ და ბევრი ეს პაულო კოელიოს ალქიმიკოსი ამბობს. რომლის ტირაჟი მე მგონი აღარ არის. უი, მართლა? მე მგონი, აი ხან ახლა შემოშევდრია. მისახედია ეგ ამბობ. მე ვარ მე-11 ჟამების მუშაკი კითხვაში, იმაში რა ქვია, ლიტერატურაში. ძალიან გვიან დავიწყე მხატვრული ლიტერატურის იმ დოზით კითხვა, რა დოზითაც და ახლა მაქვს ის ბედნიერება, რომ ვკითხულობ კლასიკებს. რაც ერთი მხრივ კი გული მწყდება, რომ თავის დროზე ბევრი რამე გამაძა, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან საინტერესოა ამ ასაკში მაგის კითხვა. ამიტომ როგორ ვიცი, მე ვაკ ტვინი ეგრე მომართული, რომ ნებისმიერ რამეში ვეძებ ბრენდის სტრატეგიისთვის
რაღაცებს. სწორედ ამიტომ გეკითხე. და ხო, და ამიტომ ბევრ ნაწარმოებში, რომელიც ახლა ალბათ უეს ჩამოვთვლი, მაგრამ ბევრ ნაწარმოებში ბევრი რაღაც ეგეთი აღმომჩენია და მათ შორის აი ალქიმიკოსი როგორც რაღაც საკუთარი დანიშნულების ძიება და ასე შემდეგ, ერთ-ერთი ისეთი მთავარი გასხილოსნება იყო, რა ვიცი, 60-ელი პირველშიც ეგეთ რაღაცებს ძალიან ბევრისთვის მიმიქცევია ყურადღება. აუ ბევრია მე მგონი და ხო, აი თუ გამახსენდა ჩამოვთვლება. ხო, გზადაგზა შეგიძლიათ რომ ხო არ დავმალავ, არ ვიცი, ხო, გამიჭირდება ეგრე სწრაფად ჩამოვთვალ, მაგრამ გზადაგზა გამახსენდება ეგრე მაქვს ხოლმე გონება მოწყობილი და კი, არაფერი პრობლემა არ არის. რა მინდა გკითხოთ, ხო? საინტერესო არის, როდესაც წიგნს დაწერ, ბუნებრივია თავისთავადი პროცესია, რომ გულისხმობ მკითხველს. თანამედროვე ეპოქა განსხვავდება, თქვა, სხვა ეპოქებისგან იმით, რომ თუ არ ჩავთვლით, თქვა, საგანგებო მდგომარეობებს, ხო, როდესაც შენ მაგალითად სადღაც მკითხველს ხვდებოდი, რომელიღაც, თქვა, კლუბში, რომელიღაც, თქვა, თეატრში თუ ქუჩაში შემთხვევით, კარგი, ეს შემთხვევაც მოვიხსენიოთ. მკითხველთან ურთიერთობა გაქვს ყოველდღიურად და ცოცხლად, სოციალური ქსელების მეშვეობით, ხო? შეიძლება პროცესშიც კი იყოს ჩართული თუ ამონარიდებს აქვეყნებ. როგორი გამოხმაურება მოყვა თქვენი კოლეგებიდანაც ალბათ, მაგრამ უფრო აი ისეთი მკითხველიდან, რომელიც მაინდამაინც სპეციალიზებული არ არის ამ საქმეში. თქვენ წიგნს ეგეკითხეთ. ძალიან კარგი და მაგითი ძალიან მადლიერი ვარ. თავარი რაც არის და რაც რისი მიღწევაც მინდოდა ჩანაფიქრად, როგორც მინიმუმ და შინაგანად, ეგ იყო რომ ყოფილიყო მარტივი წასაკითხი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ეს წიგნი უპირველეს ყოვლისა დაიწერა იმ ადამიანებისთვის, ვისაც პროფესიული ცოდნა ამ საკითხის შეიძლება არ გქონდეთ. მათთვის ის რაც აქ წერია, უნდა იყოს ძალიან გასაგები და ძალიან მისაღები. და მთავარი რაც არის ხოლმე აი უკავშირში ყველაზე მეტად რაც სიამოვნებს არის ეგ რომ მარტივი და გასაგები ენით წერია. და ეგ იყო ჩემთვის მოვალი წერტილი და ეგ გამოხმაურება ძალიან ხშირია რა და მოტივაციის წყაროდ ან რაღაცა ისეთ ტიპის ცოდნად რომელიც მას გამოადგა იქცა ვიღაცეებისთვის გაგიზიარეს ეგ კი რო რაღაც მაგისები თქვა სტარტაპერების გულისხმობ ამ შემთხვევაში არა ეს წიგნი იმისთვის რომ უკვე გაცხოველებულიყო ანუ გაცოცხლებულიყო რაღაც ბიზნესებში პატარაა რაც ერთი წელიც არ არის ჯერს გამოსვლიდან დაწყებული ბევრისთვის და ბევრს მოუწერია რომ რაღაც ამაგიდო რაღაცად იქცა რომ რაღაცებს მიყვებიან მაგრამ მაგას მე მაქვს ინსტაგრამი shota about branding-ი სადაც უკვე რაც 4-5 წელია ამ გამოცდილებებს სადაც პოსტებად ვაზიარებ და ძალიან ბევრი ყოფილა ეგეთი ნათქვამი რომ აი შთაგონებად ეგ იქცა და რაღაცა ამან მომცაძალა და ასე შემდეგ ძალიან რას თარგმნას წიგნისას ვაპირებ კი ცოტა ხნით რაღაცებმა დამარყოლა მაგრამ ვაპირებ აუცილებლად კი ბატონო თქვენი აზრით აი თქვენ რო იყოთ მაგალითად წიგნის სფეროს სპეციალისტი ოღონდ იმ მიმართულებით რომელთაც ხართ. აი რა ამბებს გამოკვეთდით? როგორი იქნებოდა თქვენი ბრენდის სტრატეგია, როდესაც თქვენ მაგალითად, რა ვიცი, აი გადაწყვეტდით რაღაც ტიპის გამოცემების პრომოუშენს, ჯერთი რომლისას და როგორ? აი წარმოიდგინეთ თქვენი თავი, რომ შედიხართ წიგნის ბიზნესში, გინდათ რომ აღორძინოთ ეგ ბიზნესი და ამ დროში და ამ მოცემულობაში და როგორ აკეთებთ ამ საქმეს, გვიკარნახეთ. ეგ შეგეთხო ხა ჩემთვის ძალიან ისე იმიტომ რომ აი კიდე ერთხელ წაგახავ თქვი რა ყველაფერს ეგრე უყურებ ამ საყურებაში რომ პოტენციალის ძიება იქ რა შეიძლება აღმოვაჩინო ისეთი რომ ახლა რა ვიცი ბიბლოსთან დაკავშირებით და არა მხოლოდ ბიბლოს ზოგადად მაგასთან მე მგონი ყველაზე მთავარი რაც აკლია ის არის რაც წეღამ მკითხეთ რა ცოცხალი ურთიერთობა ადამიანებთან იმიტომ რომ საბოლოო ჯამში წიგნი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა პროდუქტი ამ ყველაფრის ბრენდი შენდება მიღმა პროდუქტისა. ან თავად პროდუქტი არ არის ბრენდის თავარი შეგრძნების შენების თავარი წყარო. ერთ-ერთი მთავარია, მაგრამ არ არის ერთ-ერთი მთავარი წყარო. და ყველაზე მეტად რაც მაკლია დღევანდელობაში, აი წიგნის ბაზრობები რომ ტარდება, მან ჩანს ყველაზე მეტად ეგ რამხელა აი community-ს რაღაცა იმის რა ქვია, საზოგადოების შექმნის წყარო შეიძლება ეს იყოს და ძალიან მაკლია წიგნის ავტორებთან და მათ შორის უცხოელ ავტორებთანაც, იმიტომ რომ ეხლა ხო ეგეც გამარტივდა რა შედარებით ამ ხალხის მიმართ ჩამოყვანა, წაყვანა, სემინარები ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეგ ნაწილი მაკლია ყველაზე მეტად ცოცხალი ურთიერთობა მწერლებთან, წიგნებთან და ჭკვიან ადამიანებთან, რომელსაც შეუძლიათ ამ წიგნებზე იმის გარდა ილაპარაკო, რაც მე შეიძლება წავიდე. თქვენი აზრით თანამედროვე ადამიანს
მიხედვით ან მიუხედავად სოციალური ქსელის დომინაციისა აქვს შიმშილი ცოცხალი ურთიერთობების. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი იქნება, რაც უფრო მეტად ციფრული იქნება ურთიერთობები, მით უფრო მოშივდება ადამიანის ცოცხალი ურთიერთობები. თუმცა ცოცხალ ურთიერთობებში მე გულისხმობდი მათ შორის სოციალური მედიის დახმარებით ურთიერთობებსაც რა. რატომ არის აი დათო ტურაშვილისნაირი ადამიანები რატო არიან ხან ძალიან ხშირად და ბევრი ადამიანისთვის რაღაც არის ჭიშკარი წიგნის სამყაროში შესასვლელი. იმიტომ რომ მათ ასეთ ავტორებს რაღაც აკამორჩილაძე ასეთ ავტორებს ადამიანები როგორც ადამიანებს ისეც იცნობენ და მე მათი ნაფიქრალი ფურცელზე გადმოტანილი როგორია კიდე უფრო საინტერესოა. ჩემი აზრით რა ავტორის ხმით რო ვკითხულობ წიგნს და ინტონაციით სულ სხვა მუღამი აქვს მაგას. ხო და ეგ მაკლია თანამედროვე სამყაროში და თანამედროვე წიგნების ეს არის რაღაცნაირი ჯაჭვური კომპლექსური პროცესი. წიგნის მაღაზია, გამომცემლობა, ავტორი სამწუხაროდ საქართველოში არ არის წიგნის აგენტის და პროდიუსერის ფენომენი, ჩამოყალიბებული ჩვენ ავტორებს გვიწევს რომ ყველაფერი ერთად ვიყოთ. ხო, სამწუხაროდ მარკეტერებიც, გაყიდვის მენეჯერებიც კი. გაყიდვის მენეჯერიც ალბათ ნაწილობრივ, მაგრამ ხო, ჯამში ალბათ ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესო იქნება ეს აქტიურობა, იმიტომ რომ ბევრი აზრით, თქვათ, რა ბევრ რამეს შეუწყობდა ხელს. საინტერესოა რა. რეალურად ბრენდის თქვათ თუ შეიძლება ასე ითქვას ხო როგორც სტრატეგობა არ გულისხმობს მარტო ბიზნესს იმიტომ რომ თავისი არსით ყველა ადამიანს აქვს სურვილი რომ რაღაც ტიპის ბრენდი იყოს ხო საზოგადოებაში ხო არ არის აუცილებელი რომ ეს ბრენდობა მაინც გაყიდვაზე იყოს დაფუძნებული მესმის რომ თქვენ სპეციალობის დიდი ნაწილი ამას გულისხმობს მაგრამ თუ ცოტათი თქვათ მეტაფორიზაციას გავაკეთებთ ეს ასეც ხდება საინტერესო არის რამდენად შეიძლება ამგვარი ცოდნების მიწოდება თქვათ სკოლებშიც უკვე იმ ადამიანებისთვის რომლებიც ამ საზოგადოების ამ სოციუმის წევრები არიან და ძირითადად ამ სოციუმის ალბათ ყველასი, მაგრამ განსაკუთრებით დღევანდელობის ერთი მთავარი საწვავი და ძალა არის წარმატებისკენ სწრაფვა. ხო და ხომ არ ფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა სკოლებში უკვე ამგვარ დისციპლინებზე ლაპარაკი. თუ ფიქრობ, რომ ეს გვიანდელი ფიქრის ამბავია და ადამიანები აი მეერე უკვე პროფესიებს რო დაეფუძნებიან, მეერე უნდა ფიქრობდნენ აი ბრენდირებაზე, საკუთარი თავისაც და იმისაც რისი გაკეთებაც უნდათ. იცი რა არის ეგ არ ვიცი ხა და არ ვარ დარწმუნებული იმაში რომ მაინც ბრენდის სტრატეგიის რა ტექნიკები უნდა ასწავლო სკოლაში მაგრამ ნებისმიერ დისციპლინაში და ბრენდინგში განსაკუთრებულად კიდევ იმიტომ რომ ძალიან ღრმა არის რა სხვა რაღაცებთან შედარებით არსებობს რაც საბაზისო ცოდნები რომლებიც გჭირდება იმისთვის რომ მე ეს საქმე კარგად აკეთო და სწორად აკეთო მე მაგალითად სკოლაში ვსწავლობდი ეკონომიკას რა ეკონომიკის პრინციპებს ძალიან ბევრი წლის წინ ხო და რო გითხრა რომ მაშინ ვერ ხვდებოდი რაზე ვლაპარაკობდით თქო და ან არ გამომადგა თქო მოვიტყუები იმიტომ რომ საბაზისო მარკეტინგი იქნება მენეჯმენტი თუ ნუ აი მარკეტინგი და ბრენდინგი განსაკუთრებით და მენეჯმენტი და ასე შემდეგ ყველაფერი საბოლოო ჯამში ეკონომიკის პრინციპებს ეფუძნება. ამიტომ ესეთი საწყისი დისციპლინები რომლებიცაც საფუძვლად უდევს მერე სხვადასხვა ქვედისციპლინებს ჩემი აზრით დროა კი არა დაგვიანებულიც არის რომ სკოლაში ისწავლებოდეს. ალბათ კონკრეტულად ბრენდინგთან დაკავშირებით რასაც ვიზავდი საბოლოო ჯამში ეხლა რო ვიფიქრო ეგ არის რომ ეკონომიკაზე ბევრს ველაპარაკებოდი ბავშვებს და ადამიანებზე და ადამიანის ფიქრის და არჩევანის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ პროცესზე იმიტომ რომ ბრენდინგი შეიძლება იყოს ფან გასართობიც საინტერესო აი არქიმია წეგან რო თქვი მეც კი რო ვკითხულობ იმდეს ვერთობი მაგითი რა იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის ადამიანებმა როგორ მიაგნეს გადაწყვეტილებებს იმისა რომ ვიღაც ადამიანებს მოეხმარათ პროდუქტი მიღმა იმისა რაზეც ამბობდნენ რომ ამის გამო ანუ საინტერესო არის რა რის მიხედვით იღებს ადამიანი გადაწყვეტილებებს ზოგადად. აი ასეთი რაღაცები აი რის მიხედვით იღებს ადამიანი გადაწყვეტილებებს. მათ think fast ამ კიდურესა და ძალიან ბევრი ამბით გაჯერებულ დროში, ხო, რამხელ არჩევანია, წარმოუდგენლად დიდი კონკურენცია იმ მიმართულებით, რომ ერთ დღეში ადამიანის დრო და ფული რაღაც მიმართულებით დაიხარჯოს. აი თანამედროვე ადამიანი რისკენ არის ორიენტირებული, ეს თანამედროვე ადამიანი ჩემი აზრით ყველაზე მეტად გადაწყვეტილებას იღებს იმ საკითხით, რაც წეგან თქვით, ეს არის ვინ ვიქნები იდენტობის აღქმა. ვინ ვარ მე ანუ ვინ მგონია საკუთარი თავი, როცა ამ კონკრეტულ პროდუქტს თუ ბრენდს ვირჩევ,
ან ვინ მგონიათ ადამიანებს რომ ვარ, როცა ამ კონკრეტულ პროდუქტს სხვის თვალში ვინ ვარ? სხვის თვალში ვინ ვარ? არჩევანის მერე, რომ აი ამ ქუდს დავიხურავ. Yes, საკუთარ თვალში და სხვის თვალში ვინ ვარ, როცა ამ კონკრეტულ ბრენდს მოვიხარ. ესეთი გამონათქვამი არსებობს, ადამიანებიო გადაწყვეტილების მიღებისას თითქოს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიასთან გადიან კონსულტაციას. საინტერესოა. ალბათ ყველაზე მეტად ასახავს იმას, რაც მე ვფიქრობ და რაც მგონია, რომ დღეს ერთ-ერთი ჭეშმარიტებაა. ამას მე სხვადასხვა რაღაც მესენის შესარჩულები შეიძლება და ფილოსოფიური ნაწილი და მართლა ძალიან საინტერესო პასუხი იყო, მაგრამ აი კონკრეტული შენი აზრით, აი თანამედროვე ადამიანის ძირითადი მისწრაფებები რა არის? რომ მას კონდეს წარმატება, ფული, ინტეგრაცია, თუ აი რაღაც ნიშნები ხო არის? ჩემი აზრით, ეგ უფრო ფილოსოფიური შეკითხვა არის, ვიდრე წეგან პასუხი იყო, მაგრამ მანდაც ჩემი აზრით ეგ არის, რომ თავარი არის რაღაც საზოგადოებაში მიღებულობა. და საკუთარი პოზიციის ქონა რაღაც ეგ ხო სხვა რაღაცას გულისხმობდა. სხვა ხელსაწყოებით ხდებოდა. სხვა ხელსაწყოებით და სხვა რამესაც გულისხმობდა. ხო, გულისხმობდა სხვა რაღაცებს. ხო, წარმატება მაგის გზა არ არის, იდეაში მაგისთვის არ უნდათ ადამიანებს წარმატება, რომ ვიღაცა მიიღოს და აღიაროს. აღიარება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. კი. და შესაბამისად მე აღიარება ისეთად, როგორადაც მე მინდა რომ აღიარონ ადამიანები. მაგარი ყველაფერს მაგისთვის აკეთებს ადამიანი საბოლოო ჯამში რომ. ხო, და აი კონკრეტიზაციაზე როცა ვლაპარაკობდი, შეიძლება ძალიან ვართულებთ ამბავს, მაგრამ ძალიან საინტერესოა. რას ნიშნავს თანამედროვე აღიარებული ადამიანი? მაგალითად, კარგ ბიზნესმენს, კარგ მომღერალს, რა არის შეფასების კრიტერიუმი, რომ დღეს საზოგადოებაში იყოს კარგ სპორტსმენს, თუ ყველაფერი სულ ერთია რას, ოღონდ კარგს. ხო, მე მგონი რომ სუბიექტური არის. იმიტომ რომ აღიარება საბოლოო სუბიექტური რა გულს ინდივიდუალური ყველასთვის. იმიტომ რომ აღიარება საბოლოო ჯამში არის რაღაცა ძალაუფლების ერთ-ერთი წყარო, რომლისთვისაც შეიძლება ილტყოდეს ვიღაც ადამიანი. ვიღაცისთვის აღიარება შეიძლება იყოს შინაგანი სიმშვიდის წყარო და მაგისთვის აკეთებდეს და ეძიებდეს ამ აღიარებას. ხო, მაშინ ასე დავსვათ კითხვა, რა არის დღეს ყველაზე მეტად აღიარებული პროფესია? ხო, რატო გეკითხებით, ნახეთ, სულად ფანტასტიკური თქვათ მიმართულება არის ხელოვნების მუსიკა, ხო? ფანტასტიკური მიმართულება არის მხატვრობა და ასევე მწერლობაც, მაგრამ აი მაგალითად საბჭოთა პერიოდის რაღაც დროის რაღაც მონაკვეთის დროს და შეიძლება სულაც ყველაზე მეტად აღიარებულები იყვნენ მწერლები. და ხო მწერალთა კავშირის თავმჯდომარე რო იყავი, ეს ნიშნავდა თითქმის ყველაფრის, თქვათ, თავმჯდომარეობას, ხო? ანუ რაღაცა დაწინაურებული პროფესიები იყვნენ აღიარების საუკეთესო წყარო იყო. თავისთავად, ხო, მიზეზი გასაგებია და მე ამას დაემატა კინემატოგრაფია და იქაც იმის თავმჯდომარეც თავისთავად გავლენიანი ადამიანი იყო. აი დღეს რა არის ის, რაც თქვათ ადამიანის აღიარების, თქვათ, სურვილებს ყველაზე უფრო კარგად პასუხობს. მესმის რომ ნიჭები განსხვავდება, მიდრეკილებები, მაგრამ ну აი ზოგად მოდელში რა. სპორტსმენობა? არ ვიცი. საინტერესო, არ ვიცი. მაგაზე პასუხი მართლა არ ვიცი. ესეც რომ გადავავლოთ თვალი ვინ არიან ეგეთი ავტორიტეტები დღეს სამყაროში, ხო, სპორტსმენები არიან. მე მგონი მუსიკა ეგეთი ავტორიტეტული აღარ არის. ცალკეული მუსიკოსი ასე აი ხო, ეგეთი არის მახსოვს. სპორტსმენები არიან, მაგრამ ეს ასე დროში განსაზღვრული ავტორიტეტობაა. ეგეც ამბავია. არ ვიცი რა, ეხლა მაგალითად აი სპორტსმენებზე თუ ალბათ ზიდანი ეგრე დროში განსაზღვრული ავტორიტეტი არ არის რა, ნუ არიან ვიც გრძელ. ხო, სპორტსმენი ხარ, რა თქმა უნდა, ეგ ალბათ ყველა პროფესიაში. მე იმაზეც არის კიდე ქვეყნის მდგომარეობა და ქვეყნის რაღაც მახასიათებლებზეც არის დამოკიდებული და ის კომპლექსები და ვარქვათ ამას, რაც მე ქვეყნის რაღაცნაირ მდგომარეობებს მოყვება და რაღაც თვითრეალიზაციას სად პოულობს სხვის საქმეში ადამიანი, რთული შეკითხვა არ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, ხო, არ შეიძლება დალაპარაკოთ თავში. შემდეგი წიგნისთვის მასალების ძიება შეგედავარქოთ. ხო, მე მგონია რომ ვინ არის? არც ვერც იმას ვიტყოდი, რომ დიდად აი დიდარი ხალხის ის არის, რა ქვია, მან გაყოფილია. ალბათ. ხო, მაგას მომფა ეგრეც არის. ვიღაცას აქვს ფეტიში, ამ მიმართულებით ვიღაცა ხიზიანდება და პირიქით, ხო? სრული სიძულვილი აქვს, ავტომატური სიძულვილი აქვს. ინოვატორები. ხო, შეიძლება. აი ალბათ ეგ მაგას თუ გამოყოფა შეიძლება რამის ეგ აი ახალს ვინც აკეთებს. არ მახსენდება ადამიანი რომელიც ახალს აკეთებს და თან მართლა ღირებულ ახალს აკეთებს და პატივისცემა არ კონდეს დამსახურებული ამის გამო რა. და ძალიან ხშირად რაღაცეებზე ადამიანები მე მგონი თვალსაც ხუჭავენ ხოლმე თუ ეს ახალი მართლა ღირებულია და რაღაც ხდება. აი ცვლილებები ვისაც მოაქვს მე მგონი ეგ ხალხი გვიყვარს საბოლოო ჯამში და მიუხედავად იმისა ეს ცვლილებები მე სოციალური მინდა
იყოს, ტექნოლოგიური მინდა იყოს, ბიზნესში იყოს, თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ცვლილების შემქმნელი ყოველთვის საინტერესო არის მე მგონი. აი მაგათ გამოყოფდი რა, აი რაღაცნაირად თავში ეგ ხალხი მომივიდა. მე მგონი მუსიკაშიც ეგრე არის და საბოლოო ჯამში ყოველთვის და ლიტერატურაშიც ხო რაღაც ეპოქის შემქმნელი ხო ტექსტის მიღმა ავტორის პოზიციონირებასაც გულისხმობს გარკვეულწილად. მოდი დაუბრუნდეთ მხატვრულ ლიტერატურას ცოტათი. ხო, არა ეს არ არის ის, რა ქვია, ესეთი გამოცდის ტიპის კითხვა. რა გაქვს წაკითხული და რა არა. უბრალოდ მაინტერესებს, ხო, მაინტერესებს ბავშვობაში რამდენად კითხულობდი მხატვრულ წიგნებს. მე მახსოვს წინა პასუხიც რომ ნუ დიდწილად დღეს ჩაერთე ამაში და მე ამაში არც ტრაგიკული მგონია რამე და არც სამარცხვინო პირიქით. ხო, მაგრამ აი ბავშვობა რატო გეკითხები ამას? იმიტომ რომ კითხვა მაინდა-მაინც იმ პასუხს კი არ გულისხმობს რომ ამას კითხულობდი ან კითხულობდი მაინდა-მაინც. რომ არ კითხულობდი ეს თემა ჩვენთვისაც საინტერესოა. რატომ არ კითხულობდი? ბავშვობაში უფრო მეც კითხულობდი ვიდრე თინეიჯერობის. ხო, ეგ არის ძალიან საინტერესო შეკითხვა. ბავშვობაში ძალიან ბევრს კითხულობდი რა. ალბათ კითხულობდი იმებს, რაც ძირითადად იმებს, რაც ალბათ ჩემი არჩევანი ნაკლებად იყო, ხო? ეგ იცის ბავშვობაში კითხვა. მე რატომ არ ვკითხულობდი? იმიტომ არ ვკითხულობდი, რომ დავიწყე, ანუ სწავლაზე ვიყავი გადართული რა, უფრო მეტად ვკითხულობდი არა მხატვრულ და ბიზნესს იქნებოდა თუ რა ვიცი, იმ ლიტერატურას მოკლედ და იმ რაც წიგნებს, რაც მჭირდებოდა პროფესიისთვის და მაგაში ვხარჯავდი ძალიან ბევრ დროს ენერგიას და აღარ მქონდა რა ეს შინაგანი ენერგია, რომ ხა კიდევ მხატვრული ლიტერატურა მეკითხა. ამიტომ ეგ წყვეტა პრინციპში ბავშვობაში კი არ იყო რაღაცა უნივერსიტეტი, სკოლის ბოლო წლები და უნივერსიტეტი და რაღაცა ეგ პერიოდი უფრო მეტად. ხო და არა იმ საცდურების გამო, რაც ბევრი გაჩნდა, ხო? სიტყვაზე ხა ვიღაცამ შეიძლება მითხრას რომ მაგალითად ჩემმა რომელიმე მოსწავლემ რომ მაგ TikTok-ზე ანუ ვიდეო თამაშობ ხო და მაგას რაღაცა ირიბის საცდური ხო არსებობს იცი არის ენერგიას მე ხო PlayStation-ი პირველი იყო ჩვენთვის მაგრამ ნუ გაფრთხილდა ხო PC იყო რა მნიშვნელობა აქვს მაგრამ რა თქმა უნდა მე ხე იმ გამოთავისუფლებულ დროს შენ არჩევ პრიორიტეტებს სადღაც წიგნის კითხვაში ხო ესთეტიკურ შიმშილს სად და ხო სხვა რაღაცა მაკალდა მოკლედ რა წიგნიდან თავს რო ვიღებდი კიდე მეორე წიგნში გადართვა ალბათ აღარ მინდოდა რა ხო მაგრამ უყურეთ შეიძლება ეგ იყოს არა საინტერესო პასუხია ძალიან რომ სწავლამ ან კონკრეტული პროფესიის დაუფლებამ გამორიცხა ხო მეტნაკლებად წას, მაგრამ დღესაც თქვენ ძალიან ბევრი საქმე გაქვთ. მაგრამ მაინც ახერხებთ და გამოყოფთ დროს რომ იკითხოთ. ანუ გადაწყვიტეთ რომ ეს კითხვა გეხმარებათ. გადავწყვიტე კი არა პრაქტიკული აღმოჩნდა. მოვიდა ეგ ჩემამდე, ხო, პრაქტიკულიც და მათ შორის რაღაცა გონების გადასართვალიც, ანუ აქამდე თუ მაშინ იმ პერიოდში თუ გონებას გადავთავდი კაუნტერის თამაშისას, მივხვდი რომ რაღაც მომენტში გონების გადავთავ მხატვრულ ლიტერატურაზე ძალიან კარგია. მაგრამ ყველაფერს თავის დრო აქვს რა საბოლოო ჯამში და ეგ მგონია რომ უბრალოდ ეხლა მოვიდა ჩემთან. ვცდილობდით ამ პასუხის მიღწევას. რომ ყველაფერს თავის დრო აქვს? რომ კითხვა არის საუკეთესო გასართობიც და ამავდროულად შემწეთ სხვა საქმეებში, რომელსაც აკეთებ. აბსოლუტურად, იმიტომ რომ კიდევ ამ წიგნის ყველა საინტერესო რამე რაც წიგნზე გამიგია ალბათ, ძალიან ბანალურია თან შეიძლება, მაგრამ ბანალურობა ხან აუცილებელია არის ეგ რომ იმდენი წიგნი, იმიტომ რომ ბრენდებში ზუსტად ეგრე არის თავდაპირველად განსაკუთრებით. იმდენი წიგნი არსებობს, რამდენი მკითხველიც არის. ანუ თითო წიგნი იმდენაირია, რამდენი ადამიანს კითხულობს მას. ინდივიდუალურად აღიქვამს. ხო და ეგ არის რომ მე ჩემი გადმოსახედიდან იმ წიგნში რას ვეძებ და რას პოულობ, ეგ ხო ჩემი გონების იმნაირ ჯამიდან მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული. ეგ არის მაგაში ყველაზე საინტერესო, რომ ჩემთვის და რაც ჩემი მეგობრისთვის, რომელსაც სხვადასხვა გზებულონი კიდევ და ხა აღმოჩნდა რომ მე და ჩემი მეგობრმა ერთდროულად წავიკითხეთ და რაც აი სულ სხვა რაღაცები დავინახეთ და ეგ იმდენად საინტერესოა ჩემთვის, რომ ჩემი პროფესიისთვის იქნება, პიროვნული განვითარებისთვის იქნება თუ რაღაც არის დაკვირვებებისთვის იქნება, ყველაფრის ნახვა შემილია ამ სამყაროში. რომ ხო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეხლა ეს დაძალებული არ არის. და მე მაქვს ეგ დამოკიდებული. დაძალებით არ გამოდის. დაძალებით არ გამოდის სამწუხაროდ. რა პირიქითაც კი. მე ვეფხისტყაოსანი მაგის ეს არის. იდეალური მაგალითი. არ დაგაძალებთ, მაგრამ საჩუქრად შემოგთავაზებთ ორ წიგნს. მოსულა. გადაცემის დასასრულს სხვა შორის ერთი არის ლურჯი ოკეანი და როგორც ხედავ, შეიძლება მეორეც. მე მგონი არა. ოა. ეს არის სრულიად ბრწყინვალე მწერლის, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერლის, მიგელ დე უნამუნოს დეიდა ტულა. ვაუ. და რო ეს საჩუქრად და მეორე არის თქვენი კოლეგა არის, რომელიც მე არ მაქვს წაკითხული, ეს არის ჯეი შეტის სიყვარულის 8 წლის გრძელი სათაური აქვს. როგორ ვიპოვოთ, შევინარჩუნოთ და დავიწყოთ ერთი წიგნი არის ათაური. მოკლედ. კარგი მიცანცექსაც.
და თქვენგან მივიღებთ თქვენ წიგნს. ჩემი კოლეგა იმაში რა ქვია, სიყვარულში. სიყვარულის ბრენდის სტრატეგია. სერიოზული კაცი. ჯეიშეტი ყოფილა გამოსადეგარი კაცი. მოგლე ძალიან დიდი მადლობა. შოთა ჩინჩალაძე იყო ჩვენი სტუმარი, ჩვენ საუბრობდით ბრენდის სტრატეგიაზე, როგორც ასეთზე, მათ შორის წიგნთან დაკავშირებით, იმიტომაც რომ ბიბლუსი თოქსი იყო ეთერში, მე გიორგი გეგელძე გახლავართ.